ბიზნესი დაიწყე 250 ლარით. ამ თანხაში მომივიდა კუთხსახეხი და სახრახნის. მეორადი მასალებით ავაწყე პირველი დანადგარი, მისი რეალიზაციის შემდეგ კი შემოსული თანხით უკვე შევძელი ახალი მასალების ყიდვა და გაგრძელება საქმის. იმყოფებით საწარმოო ენლილიში. ჩვენი ისტორია დაიწყო 2020 წელს, როდესაც ადგილზე დავიწყეთ ხილის გადამუშავება. აღმოვაჩინეთ, რომ გვჭირდებოდა დანადგარები, რომელიც ამ ხილის გადამუშავებაში დაგვეხმარებოდა და ხელმისაწვდომი არ იყო ჩვენთვის. გამომდინარე ჩემი საინჟირო ცოდნიდან გადავწყვიტე, რომ გვეცადა დაგვემზადებინა ქართული წარმოების აპარატი და ექსპერიმენტმა გაამართლა. რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ ბაზრისთვისაც შეგვეთავაზებინა ჩვენი პირველი მოდელი, მას დავარქვით Enlili 1. ეს არის ჩვენი წარმოებული აპარატების ყველაზე პატარა წარმომადგენელი და ყველაზე მოთხოვნადიც. ადვილად გადასაადგილებელია ბორბლებზეა, ძალიან მოქნილი არის და მძლავრი სისტემაა. აპარატი არის მულტიფუნქციური, გამომდინარე მომხმარებლების მოთხოვნიდან. ის მუშაობს როგორც ხილის და ბოსტნეულის გასაშრობად, ასევე ტყლაპის და ჩურჩხელის გასაშრობად. ეს არის ჩვენი დიზაინით გაკეთებული ჩურჩხელის საკიდებლები, ძირითადად კახელებს მიაქვთ ხოლმე ასეთი საკიდებლებით, ასევე იმერეთში ჯანჯუხას კიდებენ. და ასეთ პატარა აპარატში შედის 30 ცალი ჩურჩხელა ერთ შელაგებაზე. ჩურჩხელა საშრობს დაახლოებით 8-10 საათში, გააჩნია მოდელს და რაოდენობას, რამდენ შევალაგებთ. ხოლო ჩირზე მეკითხებიან ხოლმე რამდენ ხანში აშრობს ჩირს და ყველა სახეობის ხილს აქვს თავისი დრო. საშუალოდ შიდა ქართში ქლიავი მოდის და ქლიავს სჭირდება დაახლოებით 12-14 საათი. პარალელურად რომ ავიღოთ, თვეობის განმავლობაში კიდია აივანზე, სადაც მწერების ექსკრემენტები ხდება, მტვერი ხდება, ბაქტერიები ხდება, სოკოვანი სპორები ხდება, რომელიც შემდეგ ჩვენს ორგანიზმში გადაინაცვლებს მისი მიღების შემდეგ. ამ აპარატებში ეს ყველაფერი გამორიცხულია. ჯერ ერთი სჭირდება ძალიან ცოტა დრო, მაგალითად ხურმის სლაისების გაკეთება სჭირდება სულ 12 საათი და არა რამდენიმე თვე. არის პროდუქცია გამჭვირვალე, სუფთა, რადგან ფილტრაციას მექანიზმები უყენია და ხილის დაბინძურება არ ხდება, მით უმეტეს ჯვარედინი დაბინძურება. თაროები დამზადებული არის შეუწამლავი ხისგან და პოლიესტერის ბადეებისგან. ეს გვაძლევს ორ სარგებელს. ერთი არის ის, რომ აპარატს გააჩნია ტენის გამტანი მძლავრი სისტემა და არ იკეთებს კონდენსატს, რაც ძირითადი პრობლემაა ხოლმე ჩირის საშრობ აპარატებში, რაც საშუალებას გვაძლევს ხე გამოვიყენოთ და ის ობის სოკო არ გამრავლდეს. საქართველოს ბაზარზე ვყიდით ჯერჯერობით ჩვენს ნაწარმს. ამის გარდა გვაქვს ორი მოდელი, 70-იანი და 100 კილოგრამიანი და ახლა გვაქვს პროტოტიპი 250 კილოგრამიანი, რომელიც 100%-ით მზის ენერგიაზე იქნება, მწვანე ენერგიაზე, აკუმულირების სისტემით და საკმაოდ ინოვაციური არის არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო ბაზრისთვისაც და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ საინტერესო საექსპორტო მოდელი იქნება. პირველად ავტოფარეხში აქ რასაც ხედავთ, ამ ავტოფარეხში დავიწყე წარმოების პროცესი, 2 წელი მანდ ვიყავი და 2 წლის თავზე უკვე მომეცა საშუალება, რომ სამშენებლო ნებართვა ავიღე და უკვე დავიწყე მშენებლობის პროცესი. საწყის ეტაპზე საკმაოდ ხელმომჭირნეთ მოგვიწია მუშაობა, ნარჩენი მასალებისგან გავაკეთეთ რამდენიმე მოდელი. შემდგომ უკვე რამდენიმე პროექტიც წამოგვეხმარა წელის გამართვაში. პირველი იყო დევნილთა სააგენტოდან 6000 ლარიანი გრანტი, რომელმაც რამდენიმე დანადგარი გვიყიდა. შემდგომ იყო Mercy Courses თანადაფინანსების პროექტი, სადაც შემოვიდა უკვე თანადაფინანსებით ჩვენს პროექტში და შევძელით, რომ ჩვენი თვე გაგვეგრძელებინა წარმოება. დღესდღეობით 7 ადამიანს ვასაქმებთ, თუმცა სამომავლოდ ვაპირებთ გაზრდას და შესაბამისად დასაქმებულების რაოდენობაც გაიზრდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის რეგიონისთვის მსგავსი საწარმოები, რათა მოსახლეობამ და მით უმეტეს ახალგაზრდებმა არ დატოვონ ადგილი.
დამწყები მეწარმეებისთვის აუცილებელი არის მხარდაჭერის პროექტების არსებობა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, იმიტომ რომ არ არის რესურსი ადგილზე, ისეთი არც შესაძლებლობები არ აქვს ადამიანს ეკონომიური, რომ საკუთარი ინვესტირებით მოახდინოს ამა თუ იმ ბიზნესის თუ სტარტაპის წამოწყება.